გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ანდროკა გეიმერი და დღეს თქვენ გასწავლით თუ როგორ უნდა გავიგოთ რაიმე თამაშის ან მაგალითად ვიდეოს ან რაიმეს გადმოწერის დროს როგორ გავიგოთ გაგვიქაჩავს თუ არა კომპიუტერი. კარგად. ახლა შევიდეთ რომელიმე ბრაუზერში, მაგალითად მე შევალ Google-ში. ეს გამოვთოთ. მაგალითად მე შევალ Google-ში. და ავირჩიოთ მაგალითად ავირჩიოთ მაგალითად თამაშები ნეტი. ჩავწეროთ თამაშები ნეტი. ეს მეგობრებო ძალიან კარგი თამაშების საიტია, გირჩევთ, ქართული საიტი არის, უამრავ კარგ თამაშს ნახავთ, სროლები, რბოლები, მოქმედებითი, სპორტული და სხვა. ძალიან მაგარი თამაშია. მაგალითად ჩავწეროთ, მაგრამ ამ თამაშების საიტს სჭირდება უტორრენტი. მე გადმოწერილი მაქვს უტორრენტი, შეიძლება ბევრმაც იცის. შემდეგ ვიდეოში გასწავლით როგორ გადმოწეროთ უტორრენტი, როგორ დავაინსტალიროთ და როგორ გადმოვიწეროთ თამაშები ნეტიდან თამაშები. კარგად, მაგალითად ჩავწეროთ GTA 5, Grand Theft Auto 5. Podjęcie tego Windowsa, kada skanowali, to wideo skala skresło sklepy dotyś. Kartara ucilewali GTA 5. Jest მაგალითად რომელიმე თამაში. Დავაჭიროთ სრულად მეგობრებო, მინდა შევახსენოთ, რომ გამოიწეროთ ათუკა გეიმერის არხი და დაალაიქოთ მისი ვიდეოები. რატომ ხარ გაგვიხსნა? კარგით, არა უშავს მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვცადოთ. შევწეროთ. თუ ამოვაგდა თამაშები ნეტ. და დავუცადოთ. კიდევ ერთხელ გახდით ბოდის თამაშის ხარისხისთვის, უბრალოდ ვიდეოს ხარისხისთვის. დავაჭიროთ სრულად ითვლება. გამოწერთ კომოთ, მაგალითად გვინდა აი ამ თამაშის გამოწერა, რასაც ახლა უყურებთ. მინდა რომ გითხრათ, აი ახლა ეს არის ზუსტად თავარი თუ ვიცოდეთ როგორ უნდა გავიგოთ გაკაჩავს თუ არა ჩვენი კომპიუტერი. აი აგერ წერილია, აი 32 გიგაბაიტი. 32 გიგაბაიტი. ანუ ამ თამაშის გამოწერას უნდა 32 გიგაბაიტი. ახლა შევიდეთ, გამოვთოთ ეს, კარგი, ჩახუროთ რა გვინდა და შევიდეთ, დავაწყაბნოთ მაუსის მარჯვენა ხილაკს, კურსორი მივიტანოთ კომპიუტერთან და დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ხილაკს. შემდეგ ბოლოს Properties დავაჭიროთ და ცოტა ხნით დავუცადოთ. აი, ჩერტო. კარგად, მეგობრებო, მინდა შევახსენოთ, რომ ის თამაში 32 გიგაბაიტიანი. თუ როგორ რამდენიანი 31 გიგაბაიტიანი.
მინდა შეგახსენოთ, რომ მაგალითად თუ ასე მოიქცევით, ნახავთ თუ რამდენი გიგაბაიტია თქვენი კომპიუტერი. ჩემი კომპიუტერი არის 2 გიგაბაიტიანი. ანუ გამოდის, რომ თამაში ვერ ჩაიწერება. ასევე აქვს 64 ბიტი. თუ აქვს 32 ბიტი, მაგალითად თუ ჯეტია 5 შეწერავინათ, ვერ გადმოიწერთ. YouTube-ში უყურე 32 ბიტის გაზდა შეიძლება 64, მაგრამ შეიძლება მეუბნება კომპიუტერს ამით ავნოთ რამე. ნუ არ ვიცი, მე უბრალოდ ჩემ თავში დარწმუნებული არა ვარ, YouTube-ზე უყურე. კარგით. მე შევასწავლეთ თუ როგორ გავიგოთ რაიმე თამაშის, ან თუნდაც რაიმე ვიდეოს გადმოწერის დროს გავიგოთ თუ გაგვიხაჭებს თუ არა ჩვენი კომპიუტერი. დღეს მე ამით გავშურებებით, თქვენგან ველოდები ლაიკებს და ასევე გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, ან რუკა გეიმერის არხი. კარგად ბრძანებოდეთ.